მას შემდეგ, რაც დაიწყო უკვე პროტესტი, სალომე ზურაბიშვილმა ბევრი რამე გააკეთა შეცდომით, მათ შორის აი ამას, რასაც ახლაც ამბობს, რომ ახალი პარტია, ამას ამბობს თვით უკვე 2 წელი ახლა არა. აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ხალხი გამოეყვანა არჩევნებზე, არაფერი არ გააკეთა. არც ერთი დიდი მასობრივი გასვლა, რომ მაღალი მოსწრება ქონოდა არჩევნებზე, არ გააკეთა არჩევნების დროს, ფაქტობრივად გვერდზე იდგა. საუბრობდა ტექნიკურ მთავრობაზე, ანუ თავის ინტერესებზე, მაგრამ ყველაზე ცუდი პროტესტთან მიმართებაში ის იყო, რომ მან 29 დეკემბერს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არ გადაწყვიტა ბრძოლა. მაშინ, როდესაც ის იყო პრეზიდენტი, როდესაც შეუძლებელი იყო მისი იმპიჩმენტი, როდესაც ყველა ოპოზიციონერს ჰქონდა ოპოზიციური იმუნიტეტი, როდესაც საერთაშორისო ვითარება იყო საქართველოზე მიპყრობილი საერთაშორისო ყურადღება. სალომე ზურაბიშვილმა ჩვეულებრივად გადაწყვიტა, რომ მარათონის რეჟიმში გადაეყვანა პროტესტი, იქ არ დაგვესრულებინა, აი გადაეყვანა მარათონის რეჟიმში, მიეძინებინა და ეთქვა ყოველ კვირა გამოსვლაზე, რომ გამარჯვება ახლოსაა. გამარჯვება ახლოსაა. მეგობრებო, განცხადებები კარგია, ოღონდ განცხადებებს აუცილებლად უკან უნდა ახდეს საქმე. სხვა შემთხვევაში ეს არის ფუჭი იმედის მიცემა, რაც არ შეიძლება, რომ მორიგჯერ გაუგეთოთ ჩვენ ხალხს. ამიტომ ჩემი აზრით, იმაში, რომ საქართველოში დაიწყო წინააღმდეგობა, მაგრამ ეს წინააღმდეგობა მარათონის გრძელვადიან რეჟიმში გადავიდა და თავისი პიკი არ ჰქონდა, როდესაც ჩვენ ნამდვილად ჰქონდა გამარჯვების შანსი, ეს მდგომარეობს 29 დეკემბრის საკითხში, როდესაც მე თქვი, რომ ყველანი უნდა დავრჩეთ პრეზიდენტის სასახლეში მშვიდობიანად, მთელი მიტინგი იყო მშვიდობიანი, უზარმაზარ პიკში იყო წინააღმდეგობა, შეურიგებლობა და ამ დროს მან გადაწყვიტა, რომ უბრალოდ ლოზუნგებით გაეგრძელებინა მუშაობა. ეს იყო შეცდომა და ეს ფაქტი ჩემი აზრით გასათვალისწინებელია.